თეირანის მიერ გაყიდული სრული გამარჯვების დაპირება საბოლოოდ დაიწყო რღვევა. ის რაც ახლახან მოხდა და თვალწინ არის სპარსეთის ყურეში, არაფრით გავს ირანის გამარჯვებას. რაც ახლა ჩანს უკვე ამ 2026 წლის 23 აპრილს არის ირანის ბლეფის ძალის დაკარგვა. იმავე დროს, როცა დონალდ ტრამპი ნელა მაგრამ მტკიცე დაჭერს ალყას და მთავარ საკითხში არიხევს უკან. ზავი გახანგრძლივდა, მაგრამ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდა. სწორედ აქ იცვლის ამბავი მნიშვნელობას. მიმდინარე სიახლეებში ასე კითხულობენ. ტრამპმა ირანის რეჟიმს ნამდვილი მშვიდობა არ შესთავაზა. მან დრო შესთავაზა, მაგრამ ეს იყო მოწამლული დრო, დახურული ზღვით, შეზღუდული ვაჭრობით და ირანის შიდა ძალაუფლების კიდევ უფრო გაყოფით. თეირანში ხელისუფლების გადატრიალებაზე ძლიერი შეფასებით, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოწერილი იყო, რომ კარგად ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს Milson Alves News-ის სანდოობით. რაც ბოლო 2 დღეში მოხდა, ყველაფერს ნათლად აერთიანებს. 22 აპრილს თეთრმა სახმამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ტრამპს სურს ერთიანი პასუხი ირანული მხრიდან, რათა ნებისმიერ შეთანხმებაზე წინ წავიდეს. პრობლემა ისაა, რომ ეს ერთიანობა უბრალოდ არ ჩანს. აშშ-ის მთავრობამ თავადაც ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ირანის ხელმძღვანელობა გახლეჩილად მიაჩნია. ამავე დროს ირანის პრეზიდენტმა მასოუდი პესაჩკიანმა ვაშინგტონი დაადანაშაულა იმაში, რომ ნამდვილი მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს, რადგან პორტებზე ბლოკადა კვლავ ძალაშია. ეს კომბინაცია დრამის ცენტრს აჩვენებს. შეერთებული შტატები თითქოს კარს აღებს, მაგრამ რეჟიმის ყელზე ხელს მაინც არ უშვებს. ირანი აპროტესტებს, რეაგირებს, იმუქრება, მაგრამ ერთხმაც საუბარი არ შეუძლია. როცა ერი ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ პრაქტიკაში აღიარებს, რომ ბლოკადანა ნებისმიერ წინსვლას უშლის ხელს, ის ასევე ავლენს თავის სისუსტეს. და სად გახდა ეს სისუსტე ყველაზე აშკარა? სწორედ ჰორმუზის სრუტეში. სწორედ იქ ირანმა უპასუხა ზეწოლას 2 სავაჭრო გემის დაკავებით. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ახალი თავდასხმები შეაჩერა, ირანის მხრიდან მტკიცე შეთანხმების გარეშე. რეჟიმმა სადა სრუტე ძალის დემონსტრირების არენად ექცია, მაგრამ საერთაშორისო ეფექტი სხვა იყო. სწორედ აქ იწყებს ირანის რევოლუციური გვარდიის ბლეფი დაშლას. ირანის რეჟიმი ცდილობს გაყიდოს იმიჯი, თითქოს ჯერ კიდევ კარნახობს. მოულენების განვითარება სხვა მიმართულებას მიუთითებს. დონალდ ტრამპს არ დასჭირვებია ახალი მასიური შეტევის განხორციელება თეირანის მირანის მდგომარეობის გასაუარესებლად. საკმარისი იყო ბლოკადის შენარჩუნება, ლოდინი და პასუხის მოთხოვნა, რომელსაც თავად ირანის სისტემა როგორც ჩანს ვერ ახერხებს. შეერთებული შტატების მიერ მინიჭებული ზავის გახანგრძლივება სტრატეგიული მახია. გარედან ეკონომიკური ზეწოლა გრძელდება. შიგნით კი დაპირისპირება ფრაქციებს შორის რეჟიმს შთანთქავს. ის, რაც ადრე ზომიერების ჟესტად ჩანდა, ეხლა ცივგონივრულ გათვლად ჟრებს. ამ დროს ბლეფი ძალას კარგავს, რადგან ირანი ისევ ხმამაღლა ლაპარაკობს, მაგრამ უკვე ერთიანი ხმით აღარ ლაპარაკობს. ამ შიდა ცვლილებას ყველაზე ძლიერად რევოლუციური გვარდია უბიძგებს და ეს მომენტი გადამწყვეტია. როიტერსმა ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვარდიამ გაამკაცრა კონტროლი ომის დროს გადაწყვეტილებების მიღებაზე და სისტემაში უფრო მკაცრი ხაზის გატარება და დაიწყო. რეპორტაჟი ამ ორგანიზაციას მხოლოდ სამხედრო ძალად არ აღწერს, არამედ როგორც სტრუქტურას, რომელიც უკვე აკონტროლებს შიდა უსაფრთხოებას, დაზვერვას, ეკონომიკას და სტრატეგიულ დაგეგმვას. ეს უმნიშვნელო დეტალი არ არის. ეს ნამდვილი ძალაუფლების ნიშანია. როდესაც შეიარაღებული ძალა მხოლოდ რეჟიმის დაცვაზე აღარ შემოიფარგლება და იწყებს ქვეყნის პოლიტიკური კურსის წარმართვას, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლება შიგნიდან იპყრობენ. პრაქტიკაში გადატრიალების არსებობისთვის თეატრალური განცხადება საჭირო არ არის. ის შეიძლება ჩუმად მოხდეს, გადაწყვეტილების მიმღებით წრის დახურვით, სამოქალაქო მთავრობის უფლების შრობის უფლებების შემცირებით და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკაცრი სამხედრო ხელმძღვანელობით ჩანაცვლებით. მიმდინარე სიახლეებში ეს ცვლილება უკვე აღიქმება როგორც რაღაც უფრო დიდი, ვიდრე უბრალოდ სამხედროების გავლენა. ყველაზე სანდო წყაროები ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ არც საჯარო შინაპატიმრობას და არც ოფიციალურ განკარგულებას გარღვევის შესახებ. მაგრამ ისინი ადასტურებენ ერთ მნიშვნელოვან რამეს. გვარდია უკვე მოქმედებს როგორც ბირთვი, რომელიც აწესებს მკაცრ ხაზს, კეტავს სიავს სისტემას და ზღუდავს პოლიტიკური მთავრობის სივრცეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის, რასაც მსოფლიო ჯერ კიდევ ისლამურ რესპუბლიკას უწოდებს, სულ უფრო მეტად იღებს მილიტარიზებული მანქანის სახეს. და ეს პრაქტიკულად უკვე გადატრიალებას გავს. ამ ცვლილების მიზეზით სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. რეჟიმი ამ ფაზაში უკვე საკმაოდ დასუსტებული შევიდა.
როიტერსმა 8 აპრილს აჩვენა, რომ ირანი ამ ომის ეტაპზე სუსტი მდგომარეობით მივიდა. დაზიანებული ქარხნები, ენერგომომარაგების შეფერხება, გაზრდილი უმუშევრობა, გაჩერებული ვაჭრობა და ფასების მკვეთრი ზრდა. სააგენტომ დაასახელა პროდუქტები, რომლებიც ომის დაწყებიდან დაახლოებით 40%-ით გაძვირდა და აღნიშნა მზარდი შიში ახალი პროტესტების მიმართ. ეს ნაწილობრივ ხსნის, რატო არის ტრამპის ბლოკადა ესეთი მტკივნეული. საქმე მხოლოდ გემებსა და ნავთობში არ არის. საქმე იმაშია, რომ რეჟიმს წაართვან შესაძლებლობა შეინარჩუნოს თავისი შიდა მექანიზმი, აკონტროლოს ქუჩები და შეინარჩუნოს სტაბილურობის ილუზია. როცა ფული არ არის, ლეგიტიმაციაც იკლებს, როცა ლეგიტიმაცია იკლებს, იზრდება რეპრესიის წონა და როცა რეპრესიების წონა იზრდება, უფრო მეტ ძალას იძენენ სწორედ შეიარავებული სტრუქტურები. ამიტომაც ამ ისტორიის ეს ეტაპი უნდა ავწეროთ როგორც სახიფათო გარდამავალი პერიოდი და არა როგორც ცალკეული ეპიზოდი. ტრამპი ამკაცრებს ბლოკადას და ელოდება. მეორე მხრივ ირანი ცდილობს უპასუხოს გემების დაკავებით, მკაცრი რიტორიკით და ბლოკადის მოხსნის მოთხოვნებით. მაგრამ სინამდვილეში ამ რეაქციებიდან თითოეული ასევე რეჟიმის სისუსტეზე მიუთითებს. თუ თეირანი მართლაც კომფორტულ მდგომარეობაში იქნებოდა, არ დასჭირდებოდა ჰორმუზის ძალის დემონსტრაციად ქცევა ყოველი ახალი ზეწოლის დროს. თუ მართლა არსებობდა ერთიანობა ხელმძღვანელობაში, შეერთებული შტატები არ მოითხოვდა ერთიან პასუხს, როგორც ძირითად პირობას. თუ სამოქალაქო ხელისუფლება ჯერ კიდევ მართლა მართავდა, რევოლუციური გვარდია ასე მზარდად არ გამოჩნდებოდა კონფლიქტის მართვაში. რასაც ეხლა მსოფლიო ხედავს, არის სტრუქტურა, რომელიც ცდილობს დამალოს პოლიტიკური კოლაფსი დაშინების აქტების უკან. ტრამპმა თავის მხრივ როგორც ჩანს გაიგო, რომ დრო იარაღად იქცა. მას ძალის ჩვენება მხოლოდ დაბომბვით არ ჭირდება. შეუძლია დაუშვას, რომ ბლოკადამ გამოფიტვა გამოიწვიოს, რომ ჩახშობამ დაყოფები გამოავლინოს და რომ თვითონ რეჟიმი იმდენად გამკაცრდეს, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დაკარგოს. დახჭობა გარედან მოდის ზღვით და ეკონომიკური ზეწოლით. და მოდის შიგნიდანაც, დაჯგუფებებს შორის ბრძოლით, სამოქალაქო მმართველობის გამოფიტვით და სარდლობის მილიტარიზაციით. ბლეფი სწორედ იმიტომ ინგრევა, რომ ირანს უკვე აღარ შეუძლია ერთდროულად შეინარჩუნოს გარეძალის იმიჯი და შიდა წესრიგის გარეგნული სახე. ორი რამ ყოველთვის ხელიდან უსხდება. და ეხლა ორივე ხელიდან უსხდება. საბოლოოდ სურათი ძალიან მძიმეა აიათოლების რეჟიმისთვის. ირანი ჯერ კიდევ იმუქრება, ჯერ კიდევ რეაგირებს და ჯერ კიდევ ცდილობს აჩვენოს, რომ კონტროლს ინარჩუნებს. მაგრამ მოვლენების განვითარება სხვა რეალობაზე მიუთითებს. ტრამპმა წნეხი გააძლიერა ისე, რომ ყველაფერი ერთდროულად არ გამოუყენებია. ბლოკადა უფრო მძიმე იყო ვიდრე თავად ზავი. ჰორმუზი გადაიქცა სცენად რეაქციისა, რომელსაც სასოწარკვეთის სუნი აზდის. და თეირანში ძალაუფლება პოლიტიკურ მთავრობას ხელიდან უსხდება და გადადის შეიარაღებულ ბირთვში, რომელიც რეჟიმს შიგნიდან ამკაცრებს. რაც ჩანს, ეს არ არის თავდაჯერებული ირანი. ეს არის სისტემა, რომელიც ცდილობს გადარჩენას ზეწოლის ქვეშ. ბლეფი იშლება მსოფლიოს თვალწინ და ჩუმი, სამხედრო და შიდა გადატრიალება ძალაუფლების გულში წინ მიიწევს. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო Milson Aloes News-ის საზოგადოებაში.